გამარჯობა. დღეს 13 რიცხვია, პარასკევი და თუ რატომ ითვლება ეს რიცხვი და ეს დღე ერთმანეთთან დამთხეული ძალიან ცუდ დღედ, ძალიან მძიმე დღედ, ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ ამ ვიდეოდან გაიგოთ, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, თუმცა მე დღეს ამ ვიდეოში გაჟღერებულ თემებზეც მექნება საუბარი. ამიტომ წინ ძალიან საინტერესო და გრძელი მოგზაურობა გელით. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, აუცილებლად დაწერეთ კომენტარი თუ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და რა თქმა უნდა გადააზიარეთ ვიდეო სოციალურ ქსელებში, ოღონდ ძალიან გთხოვთ აუცილებლად ავტორის და არხის მითითებით, იმიტომ რომ მე უკვე ძალიან ხშირად TikTok-ზე, Instagram-ზე და ახლა ამ ბოლო დროს უკვე Facebook-ზეც ხვდება ჩემი ვიდეოები დაჭრილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით და ავტორის მითითების გარეშე. თქვენ სახლობლებსაც გააგებინეთ, რომ ასეთი არხი არსებობს და ჩვენ რაც მეტი ვიქნებით, უკეთესია. მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს გამომწერს, ძველსაც, ახალსაც, სტაჟიანსაც, უსტაჟოსაც, ჩვენ უკვე 50,000-იან ზღვარს გადავაბიჯეთ და იმედია მომავალი წლისთვის გავაორმაგებთ ამ რიცხვს, ან რატომაც არა გავასამმაგოთ. ჩვენ დიდი ხანია არ შეხვედრილვართ ერთმანეთს და მართალი გითხრათ, მეც არ მქონდა საქართველოში მიმდინარე დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე დიდად ხალისი ვიდეოების კეთების. YouTube-ის რეკომენდაციით 2-3 ვიდეო წინსრებით უნდა მოამზადო ხოლმე, როდესაც რამე გაუთვალისწინებელი სიტუაციებია, რომ შენი მაყურებელი არ ალოდინო, მაგრამ მე სამწუხაროდ ასეთ ვიდეოებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემთან ძირითადად იდება ისეთ ვიდეოები, რომლებსაც ჭირდება საკმაოდ დიდხნიანი მუშაობა, სცენარის დაწერა, უამრავი მასალის მოძებნა ინტერნეტში, მათი შეჯამება, იქედან სიმართლის და ტყუილის გამორჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ ვიდეოს ჩაწერა, მისი მონტაჟი და იმ დეზინფორმაციის უზარმაზარ ოკეანეში, რომელშიც დღეს არის ჩაძირული ჩვენი ინტერნეტი, იქ რაღაც პატარა სიმართლის მარცვალი მაინც იპოვოთ. შემასონო გენი მასონები არიან და ზოგადად ეს სიტყვა ქართულ საზოგადოებაში და არა მხოლოდ ამ ბოლო დროს საგინებელ სიტყვად იქცა. მე ჩემს არხზე ჩავატარე გამოკითხვა, სადაც გამოჩნდა, რომ 65%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ამ ორგანიზაციის მიმართ. სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალოდ ისეთ სამარშრუტო ტაქსში რო დაგემგზავრება ადამიანი, რომ გამოკითხო, ის დამაჯერებლად იმსჯელებს იგი მასონებზე, გეგონება რომ მთელი ცხოვრება მათი ისტორიის შესწავლას შეალიაო. მათ შესახებ უამრავი ჭორი დადის, რომლებიც გამოწვეული არის იმით, რომ მასონური ორგანიზაციები მეტნაკლებად გასაიდუმლოებული ორგანიზაციებია. მასონთა გაერთიანებები ყველანაირი უბედურების სათავედ მოიაზრება ნაწილ ადამიანებში, რომ ისინი მართავენ მსოფლიოს, ისინი მართავენ ეკონომიკას, ისინი იწყებენ ომებს და აღარ ამთავრებენ მათ, რათა ეკონომიკური სარგებელი იპოვონ აქედან. ჯერ იგონებენ ვირუსებს, შემდეგ კი იგონებენ ვაქცინებს, რომლებიც ჩიპებს დებენ და ჩვენ გვჩიპავენ, ამონტაჟებენ 5G გადამცემებს, იპარავენ საქართველოში შემოსული მანქანებიდან კატალიზატორებს, სადარბაზოებში ფსამენ და მოკლედ ყველაფერი უბედურების სათავე არიან მასონები. და რომ არა ისინი ჩვენს პლანეტაზე საყოველთაო მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებდა. მოდით გავერკვეთ ამ საკითხში და მე ცოტა შორიდან დავიწყებ. 19 საუკუნის 60-იან წლებში ჩემი დიდი ბაბუის მამამ ლევან კუხალეიშვილმა საშუალო შესაძლებლობის და შეძლების აზნაური გახლდათ იგი, თავისი უფროსი ვაჟი ფარნაოზი სამეგრელოს სოფელ ქვალონიდან გაამგზავრა ფოთში. რათა იქ რამე ხელობას დაუფლებოდა და გზას დადგომოდა. ფოთი 19 საუკუნის 60-იან წლებში საკმაოდ პერსპექტიულ ადგილად ითვლებოდა, იმიტომ რომ იგი მოიაზრებოდა როგორც მომავალი საპორტო ქალაქი. მოგეხსენებათ, რომ ფოთში ჩაედინება ფოთთან რიონი, რომელიც წყალქვეშ ქმნის ღრმა კანიონს. ეს კი პორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, იქ სადაც წყალი დაბალია, იქ პორტს ვერ ააშენებ და პორტს აუცილებლად ჭირდება ღრმა წყალი. სწორედ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელსაც თქვენ აი აქ ნახავთ,
მე გიამბეთ შავი ზღვის ისტორია, რომ იგი მხოლოდ 6000 წლის წინ გადაიქცა ზღვად, იგი მანამდე ტბას წარმოადგენდა და სწორედ ამ პერიოდამდე დინარეები ისევე როგორც ხმელეთზე ჭრიდნენ თავიანთ ხეობებს და სწორედ ასეთი ერთ-ერთი ხეობა გახლავთ რიონის ხეობა, რომელიც დღეს ზღვის წყლით არის დაფარული, მაგრამ ეს ღრმა კანიონი დარჩენილია და სწორედ ამის გამო შეირჩა ფოთი და გადაიქცა იგი ღრმაწყლოვან პორტად, ყოველ შემთხვევაში სამომავლოდ აუცილებლად უნდა გადაიქცეს ერთ-ერთ მთავარ პორტად შავი ზღვის. მართალია, ჩემი დიდი ბაბუის ჩასვლიდან ფოთი საპორტო ქალაქად კიდევ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გამოცხადდება ოფიციალურად, მაგრამ როგორც გითხარით, აქ უკვე რაღაცა დუღილი იგრძნობა და როგორც ყველა დუღილში და რაღაც ისეთ პერსპექტიულ ადგილებში გერმანელებიც არიან. და ერთ-ერთ გერმანელთან, გვარად მაიერთან, ფარნაოზი იწყებს რკინაკავეულის მაღაზიაში ნოქრად მუშაობას, გამყიდველად თუ კონსულტანტად დღევანდელი ტერმინოლოგიით რო ვთქვათ. პარალელურად იგი საკმაოდ ესეთი სოციალურად აქტიური ტიპია, იგი ამყარებს კავშირებს სხვადასხვა ადამიანებთან, სხვა შორის მაიერთან სწავლობს საკმაოდ კარგად გერმანულს და იმდენს ახერხებს, რომ ცოტა ხანში დაგროვილი ფულით და აი ამ კავშირების დამყარებით იგი მაიერისგან გამოისყიდის ამ რკინაკავეულის მაღაზიას, აამუშავებს ძალიან ეფექტურად, ააშენებს ორ სამჭედლოს და უკვე თვითონ აწარმოებს იმ პროდუქციას, რომელიც უკვე მის მაღაზიებში იყიდება. მაღაზიებში, იმიტომ რომ მას უკვე ორი მაღაზია აქვს. 1978 წელს ბრიტანელების ინიციატივით ბათუმი თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ცხადდება. ანუ აქ ძალიან დაბალი გადასახადებია და ამან ერთ დროს საკმაოდ ისეთი მივიწყებული პროვინცია ძალიან სწრაფად გადააქცია განვითარებად და განვითარებულ ქალაქად. ბათუმით დაინტერესდნენ ისეთი მსოფლიო ფინანსური მაგნატები, როგორიც გახლდათ ლუდვიგ ნობელი, ცნობილი ალფრედ ნობელის ძმა, რომლის სახელობის პრემიაც არსებობს, როტშილდების დინასტია, დღესაც კი საკმაოდ მყარად მდგომი ფეხზე, ალექსანდრე მანთაშევი და ძალიან ბევრი სხვა. პორტოფრანკოდ გამოცხადდა ბათუმი, ანუ თავისუფალი პორტის რეჟიმში გადავიდა იგი, სადაც ისევე მეორებ ძალიან დაბალი გადასახადები იყო და ამიტომ დაინტერესებაც, რა თქმა უნდა, ასეთი ადგილებით მაღალი იყო. სხვათა შორის იმ დროისთვის რუსეთის იმპერიაში კიდევ მხოლოდ ორი ქალაქი იყო ასეთი, ეს გახლავთ ოდესა და ეს გახლავთ ვლადივოსტოკი. ორივე ქალაქში მე ნამყოფი ვარ და გეტყვით, რომ ორივეს ეტყობა ძალიან კარგად, რომ ისინი რაღაცა პერიოდის განმავლობაში თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში არსებობდნენ, ეს ეტყობა ქალაქის არქიტექტურასაც და სხვათა შორის ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტსაც. გარდა წარმატებული ბიზნესმენებისა, ბათუმი სხვა შორის 1000 ჯურის კონტრაბანდისტებითაც აივსო, რომლებიც ყველანაირი გზით ცდილობდნენ, რომ ბათუმში შეეძინათ ძალიან იაფად საქონელი და შემდეგ უკვე კონტრაბანდის ანუ საბაჟოების გზის ავლით, ან საბაჟოების მოტყუებით გადაეტანათ იგი ან დანარჩენ საქართველოში, ან საქართველო მაშინ ფაქტიურად ორი გუბერნია იყო, რუსეთის გუბერნია. იმპერიაში გაეტანათ და უკვე სამჯეროდ ჯერ უფრო ძვირად გაეყიდათ და ეს რა თქმა უნდა პარალელურად იწევდა აქ კრიმინალის არსებობას. ძალიან საინტერესო ამონაწერი ვიპოვე იმდროინდელი გაზეთ დროებიდან და აი რა წერს იგი. ბათუმი უსიამოვნო სურათს წარმოუდგენს მაყურებელს. როცა რომელიმე აჭარელი მიდის დამოჟნის, დამოჟნია იგივე საბაჟო. პორტის უფროსთან და ეხვეწება, შენი თავფეხი შირიმე, ერთი ადლი ჩითი გამატანე, ბაღნები ტიტულები მყავს და უნდა შეუკერო. მაგრამ ვინ არის გამგონი ამ უდარისა? ზოგიერთი აჭარელი პატარა ჩიტს ან მიტკალს უბეში მალავს, მაგრამ ისე უსტატურად და ხელოვნურად ვერა. მათ პორტის სალდათებმა არ შეიძლება არ მიაგნონ და უბეში კონტრაბანდა არ დაუჭირონ. აი უპოვეს აჭარელს უბეში მიტკალი. მიყავთ მილიციაში და შემდეგ როცა 1/5 გადაიხდის კონტრაბანდის ფასს, მიდის დაღონებული. ასეთი სიტუაციაც არის. მიუხედავად ასეთი უარყოფითი მომენტებისა, იყო დადებითიც, რა თქმა უნდა, ათასობით უცხოელი ეძებდა ბათუმში თავის ბედს
დაიწყო მშენებლობების ბუმი და ბათუმმა მიიღო სწორედ იმ პერიოდში ის განუმეორებელი სახე, რომელიც მას ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ძველ ნაწილს. როგორც ევროპის და ამერიკის სხვა საპორტო ქალაქებში, აქაც დაგეგმარება წავიდა ესეთი რეგულარული დაგეგმარება, ანუ პორტიდან წამოსული პერპენდიკულარული ქუჩები იკვეთებოდა პარალელური ქუჩებით და ბათუმს ზემოდან აი ძველ უბნებს რო დახედოთ, ეს გახლავთ აი როგორც ბარსელონაში, როგორც სხვა ასეთ ქალაქებში, ესეთი თითქოს კუბიკებით არისო, იგი შემდგარიო, ეს იგივე კვარტალებია, კლასიკური კვარტალებია. არქიტექტურაც ამ ძველი სახლების საკმაოდ ევროპული იყო. ასეთ შანსს, რა თქმა უნდა, ფარნაუზი ხელიდან არ გაუშვებდა, მან გარისკა გაყიდა მთელი თავისი ქონება და ბათუმში წავიდა ბედის საძებნელად, როგორც ამბობენ ხოლმე, თუ არ გარისკავ, შამპანურსაც ვერ დალევო. და მან აი თავისი ფულით იყიდა ქალაქის ცენტრში, აი დღეს რომ ცირკია, ცირკის შენობა, მის მოპირდაპირედ, ფართობი, რომელშიც მაღაზია გააკეთა და დაიწყო ფართლეულის, ანუ ქსოვილების გაყიდვა. გერმანულს იგი საკმაოდ კარგად ფლობდა უკვე და მან კავშირი დაამყარა ადგილობრივ იქ ჩამოსულ გერმანელებთან, ბიზნესმენებთან და ააწყო ძალიან კარგი ხაზი ბავარიიდან. ანუ ბავარიიდან შემოქონდა საქონელი, შემდეგ კიდევ ორი მაღაზია დაამატა ამ თავის პირველ მაღაზიას, ის უკვე ფაიფური და მექანიკური ესეთი ხელსაწყოები იყიდებოდა გერმანული, ეს ძალიან კარგი და სარფიანი ბიზნესი იყო და სხვა შორის ცენტრში მან ორსართულიანი სახლიც ააშენა, სადაც მე დავიბადე. სამწუხაროდ შემდეგ ჩვენ ეს სახლი გავყიდეთ და თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად გარკვეული მიზეზების გამო და დღეს ამ სახლში თურქეთის საკონსულო მდებარეობს, აი ხედავთ თქვენ, საკმაოდ ლამაზი სახლია. ფარნაუზი ცდილობდა რომ რაღაცნაირად მომხვედრილიყო ვაჭართა გილდიაში. ვაჭართა გილდია იყოფოდა სამ ნაწილად, ეს იყო მესამე, მეორე და პირველი ხარისხის ვაჭრები და ამისთვის აუცილებელი იყო გარკვეული პირობები. ანუ მას საქველმოქმედო საქმიანობა უნდა ეწარმოებინა, უნდა გაეხსნა რამე ისეთი, რაც მოსახლეობისთვის იქნებოდა სასარგებლო და სწორედ მან ამ საქმიანობას მიიღო ხელი, იგი ყოველკვირეულად ამზადებდა საკვებს უპოვარი ადამიანებისთვის, მან გახსნა პატარა თავშესაფარი უსახლკაროებისთვის და მიაღწია იმას, რომ აი სოფლელი ბიჭი, რომელიც სულ რაღაც 15 წლის ჩამოსული არის ცივილიზაციაში, მან მიიღო პირველი გილდიის ვაჭრის წოდება. ეს იყო უმაღლესი წოდება რუსეთის იმპერიაში და პირველი გილდიის ვაჭრებს ჰქონდათ უფლება, რომ ევაჭრათ უცხოეთის ქვეყნებთან, ჰქონოდათ დაბალი გადასახადები და ეს ბევრ სხვა პრივილეგიასაც აძლევდა მათ. მათ სხვა შორის თავისი გამორჩეული ნიშანიც ჰქონდათ, გერბიც ჰქონდათ და წესდება და სიგელი და მოკლედ ყველაფერი ის, რაც კი შეიძლება ორგანიზაციას ესეთ გაერთიანებას ჰქონდეს. პირველი გილდიის ვაჭრებს ჰქონდათ თავიანთი კოოპერაცია, ანუ ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ხშირად იკრიბებოდა ხოლმე, სადაც ჭობდნენ თუ როგორ განევითარებინათ ბიზნესი, თუ როგორ რა ახალი საქველმოქმედო ქმედებები ჩაედინათ, რა აეშენებინათ ისეთი, რომელიც თქვა ხალხისთვის იქნებოდა და განათლებისთვის იქნებოდა ამ ხალხის აუცილებელი. მოკლედ ეს იყო ესეთი დახურული გაერთიანება, რომელსაც გააჩნდა ყველა ის ნიშანი, რასაც ჩვენ შემდეგ უკვე მასონებშიც ვნახავთ. მან ცოლად მოიყვანა ძალიან ცნობილი ქართველი მწერლის უიარაღოს ფსევდონიმით ცნობილი კონდრატე თათარაშვილის და ტერეზა თათარაშვილი ჩემი დიდი ბებია და მათ სამი შვილი გაუჩნდათ, ერთ-ერთი ჩემი ბებია. და სხვა შორის საკმაოდ დიდი ქონება დატოვა, რომლის თავგადასავალსაც მე ოდესმე მოგიყვებით, თუ საწავიდა და როგორ გაიფანტა იგი. სამივე შვილს განათლება პეტერბურგში მისცა და ყველა ძალიან წარმატებული გამოდგა, თუმცა შემდეგ უკვე კომუნისტების დროს მათ ძალიან ბევრი გასაჭირის გადატანა მოუწიათ სწორედ აი თავიანთი წარმოშობის გამო. ვაჭართა გილდია იყო არა მხოლოდ პრივილეგია, არამედ იყო ვალდებულებაც. დიდი პასუხისმგებლობა იყო, გილდიის წევრები უნდა დამორჩილებოდნენ საერთო
განაწეს, რომლის ერთი პუნქტის დარღვევაც კი იწევდა მათ გილდიიდან გარიცხვას და გილდიიდან გარიცხული ვაჭარი იყო როგორც ცოფიანი ძაღლი. მას არავინ ეკარებოდა, მასთან საქმიან ურთიერთობას არავინ ამყარებდა და სხვა შორის იყო და მოქმედებდა ძალიან საინტერესო წესი. პირველი გილდიის ვაჭრის მიცემული სიტყვა, ზეპირად მიცემული სიტყვა, იგივე ძალის იყო, როგორც თქვა ნოტარიულად დამტკიცებული, ბეჭედ დარტყმული და ყველა ინსტანცია გავლილი საბუთი. ამიტომ ამ სიტყვის დარღვევა ითვლებოდა საოცარ სირწყვილად იმ დონეზე, რომ გარიცხული ვაჭრები და ასეთები ძალიან ცოტა იყვნენ, ძალიან ხშირად თავისი ცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ. მათ ჰქონდა თავიანთი სიმბოლოები და გილდიაში მიღების რიტუალებიც იყო და სხვა შორის პირადი დამღებიც. კიდევ ერთხელ გადავუხვევ და უკვე თბილისში წამოვალ და თბილისის ისტორიის ყველაზე ალბათ კოლორიტული გაერთიანებების შესახებაც მინდა გიამბობთ. ეს გახლავთ ჰამქარი. ჰამქარი ეს სპარსული სიტყვაა და იგი თანამოსაქმეობას, მეგობრობას, საძმოს ნიშნავს და თანამედროვე გაგებით კოოპერატივს. ჰამქრებში ერთიანდებოდნენ ერთი კონკრეტული პროფესიის ადამიანები. იყო ოქრომჭედელთა, მეთუნუქეთა, ტყავის გამომყვანთა, ანუ მეთულუხჩეთა, თულუხჩების ჰამქარი იყო, მკერავების, მღებავების და ასე შემდეგ და ჰამქრებს ხშირად ერთ კონკრეტულ ქუჩაზე ჰქონდათ თავიანთი საამქროები და საწარმოები გახსნილი და ამის მაგალითებს ჩვენ ძველ თბილისში მის ტოპონიმიკაში, ქუჩების ტოპონიმიკაში ვხედავთ, ეს გახლავთ ვერცხლის ქუჩა, ბამბის რიგი, პურის მოედანი და ასე შემდეგ. ნაწილი რა თქმა უნდა ამ ქუჩებისა და სახელებისა დაიკარგა. ჰამქარი, ანუ იგივე ამქარი, გარკვეული იერარქიული გაერთიანება იყო. მის სათავეში იდგნენ დიდი ოსტატები. იგივე ყარაჩოხლები. ყარაჩოხელი მოდის სიტყვიდან ყარა, მრგულენოვანია და შავს ნიშნავს. ყარაჩოხელის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ საკმაოდ მძიმე ვერცხლის ქამარი, რომელიც ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში უნდა გაეყიდათ და ამ ფულად იგი დიდი პატივით უნდა გაეცილებინათ უკანასკნელ გზაზე. ყარაჩოხელებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ქალაქში, მათ ჭკუას ეკითხებოდნენ, ისინი ხშირად წყვეტდნენ სხვადასხვა სადაო საკითხებს და სხვა შორის ჟამიანობის პერიოდში და არეულობის პერიოდებში ისინი ადგილობრივ ადმინისტრაციას ეხმარებოდნენ წემსრიგის დამყარებაში, უვლიდნენ სხვათა შორის დაავადებულებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მათ ქველმოქმედებაც ახასიათებდათ, როგორც წესი ეს გახლდათ ღარიბების გამოკვება ან მათთვის თავშესაფრების აშენება. ყარაჩოხელებში ყველაზე მაღალი თანამდებობა გახლდათ უსტაბაში. ხელოსნების უსტაბაში. ექიმბაში? არა, დიდო კნეინაჯან. უსტაბაში. უსტაბაში, რომელსაც 4 წლით ირჩევდნენ ყარაჩოხელები და საკმარისი იყო ერთი ხმაც დაკლებოდა არჩევას, იგი არ ითვლებოდა ლეგიტიმურად. უსტაბაშის პირველი მოადგილე გახლდათ აღსაკალი, ესეც თურქულენოვანი სიტყვაა და უხუცეს ნიშნავს, მაგრამ აღსაკალი ამ შემთხვევაში ასრულებდა ბუღალტრის, ანუ ფინანსებს განკარგავდა, ბუღალტრის ფუნქციას ასრულებდა იგი. ყველა ჰამქარს ჰქონდა თავისი ღერბი, თავისი დროშაც კი. ჰამქრის წევრები უნდა დამორჩილებოდნენ გარკვეულ განაწესს და მათ უნდა დაეცვათ ეს პირობები აუცილებლად და მათ ევალებოდა შემდეგი, მე ხა ჩამოგითვლით. ყოველი ოსტატი ვალდებულია გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს. ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან. ანუ გადაბირება ბიზნესებში არ უნდა მოხდეს. რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომლებიც ჰამქარში ირიცხებიან, გარდა იმ ვერცხლის დიდი ქამრისა. შეგირდი ოსტატად თელმა ჰამქარმა უნდა აკურთხოს. შეგირდები ეს გახლდათ ყველაზე დაბალი ფენა ჰამქარში, რომლებიც ცდილობდნენ, რა თქმა უნდა, მაღლა აწეულიყვნენ და ამისათვის ისინი ყოველდღიურად ხვეწავდნენ თავიანთ გამოცდილებას, თავის ხელობას და ასე შემდეგ. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ჰამქრიდან ერთი წევრიც რომ ყოფილიყო კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევდნენ.
ანუ ეს გახლდათ კარგად სტრუქტურირებული იერარქიული გაერთიანება, რომელშიც მოხვედრა საკმაოდ რთული იყო. რთული იყო, იმიტომ რომ შენ უნდა გწოდნოდა გარკვეული ხელობა, უნდა დაგეკმაყოფილებინა გარკვეული წესები, ყველაფრის ამის მისაღწევად ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. შეგირდისთვის რამდენიმე ყარაჩოხელს უნდა გაეწია რეკომენდაცია და თუ ეს რეკომენდაცია დაკმაყოფილდებოდა უსტაბაშის მიერ, მას უკვე ყარაჩოხლად აკურთხებდნენ და ეს კურთხევის რიტუალი ტარდებოდა თბილისის გარეთ არსებულ დასასვენებელ პარკებში და რა თქმა უნდა ამ რიტუალის შემდეგ იმართებოდა ცნობილი ყარაჩოხლური სუფრა, რომლებიც კარგად აქვს გამოსახული თავის გენიალურ ნახატებში ფიროსმანს. სხვადასხვა ჰამქრები მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს გადასახადებს პატიოსნად უხდიდნენ, სახელმწიფოსგან მაინც ცდილობდნენ, რომ რაღაც დისტანცირებულები ყოფილიყვნენ და მაინც მათი აზრები არ გაეთვალისწინებინათ, ანუ ისინი აპოლიტიკურები იყვნენ, შეიძლება ითქვას. ამის გამო მათ ხშირად კონფლიქტები ჰქონდათ ხოლმე. 1865 წელს ჰამქრებმა ესეთი დიდი დემონსტრაცია და შეიძლება ითქვას პატარა აჯანყებაც კი მოაწყეს თბილისში, როცა იმპერიის მეფის ნაცვალმა გადაწყვიტა, რომ მათთვის გადასახადები მოემატებინა. ამან, რა თქმა უნდა, გამოიწვია ყარაჩოხლების აღშფოთება და ისინი გაიფიცნენ. ამ აჯანყებას ჩვეულებრივი მოსახლეობაც შეუერთდა და მეფის ნაცვალი იძულებული იყო უკან დაეხია. საბოლოოდ ჰამქრობა ბოლშევიკებმა დაასამარეს, რა თქმა უნდა, უსტაბაშები როგორც წესი დააპატიმრეს, ნაწილი დახვრიტეს, ხოლო ყარაჩოხლების რაღაცა ნაწილი, რომელიც ლოიალური არ აღმოჩნდა ახალი მთავრობის მიმართ, ციმბირში გაასახლეს. ახლა რა შუაში იყო ჩემი ოჯახის ერთ-ერთი ფრთის და თბილისური ჰამქრების ისტორია დღევანდელ ჩვენს თემასთან. როგორც ვაჭართა გილდიები და ჰამქრები თანამედროვე გაგებით იგივე პროფკავშირებია, სადაც დაცული არის მეწარმეთა უფლებები, რომლებსაც აქვთ თავიანთი წესდება, რომლებსაც აქვთ თავიანთი სიმბოლიკა, თავიანთი რიტუალები, ამ გაერთიანებებში მიღების წესები, ამ წესებს წევრები აუცილებლად უნდა ემორჩილებოდნენ, ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშნები, სიმბოლოები, ღერბი, დროშა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რაც მასონებს ჰქონდათ და აქვთ. და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ დღევანდელ ვიდეოში. მასონები ამბობენ, რომ ისინი სათავეს იღებენ ბიბლიური მეფის სოლომონის პერიოდიდან. ცნობილმა ბიბლიურმა მეფემ სოლომონმა იმ დროისთვის არნახული ტაძრის აშენება გადაწყვიტა იერუსალიმში. და ეს საქმე მიანდო ახლო აღმოსავლეთში ძალიან ცნობილ არქიტექტორს და კონსტრუქტორს ჰირამს. ჰირამი ადამის შვილად მოიაზრება, მან ზედმიწევნით კარგად შეასრულა სოლომონის შეკვეთა და ისეთი ტაძარი ააგო, რომ ისედაც გონიერებით ძალიან ცნობილ სოლომონს კიდევ უფრო გაუვარდა სახელი ახლო აღმოსავლეთში. ჰირამს ყავდა სამი საყვარელი შეგირდი და როცა ამ შეგირდებმა შეატყეს, რომ ჰირამი უკვე ბერდება, კარგათა უკვე მოფამფალებული და შეიძლება დღე-დღეზე მოკვდეს, მას სთხოვეს, რომ გაენდო მათთვის ის საიდუმლოება, შენებლობის საიდუმლოება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ესეთ საოცრებები ეშენებინა. ჰირამმა უთხრა, რომ ცოტა ხანშია ყველაფერს გეტყვით და საიდუმლო სიტყვებსაც გეტყვითო, მაგრამ არ დაადგა საშველი, არეუბნება და მოკლედ შეგირდებმა გადაწყვიტეს, რომ იგი მოეკლათ. ჰირამი თავის ტაძარში შევიდა, ათვალიერებს თავის მიერ აშენებულ საოცრებას და ამ დროს ერთ-ერთი შეგირდი მიეპარა მას და ფარგალი ჩასხო მკერდში. დაჭრილი ჰირამი მეორე კარისკენ გაიქცა და აქ მას უკვე მეორე შეგირდი დახვდა, რომელსაც ხელში კარგად გალესილი რკინის გონიო ეკავა და ეს გონიო ჩაარტყა თავის მასწავლებელს. მე ახლა გონიო აქ არ მაქვს, მაგრამ ეს გახლდათ ესეთი მართკუთხედის ფორმის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც იზომებოდა კუთხეები. ორჯერ დაჭრილი ჰირამი კვლავ გარბის მესამე კარისკენ და აქ მას მესამე შეგირდი ხვდება, რომელიც ალესილი კაფჩით აყენებს მას სასიკვდილო და საბოლოო ჭრილობას. ამბობენ, რომ სხვა ვერსიით მას ჩაკუჩი ჩაარტყესო, შეუხედავი ჩაკუჩია, მაგრამ ეს გახლავთ
ის იარაღი, ერთ-ერთი იარაღი, რომელთაც ეს ლეგენდარული არქიტექტორი მოკლეს. ამ დროს ხირამს თეთრი ხელთათმანები ეცვა და წინ კირითხუროს, ანუ კალატუზის წინსაფარი ეკეთაო. მასონების თქმით, სწორედ ხირამი იყო პირველი მასონი და ამის შემდეგ ფარგალი, ჩაკუჩი, კაბჩა და გონიო მასონთა სიმბოლოებად გადაიქცა. როგორც ამ გენიალური არქიტექტორის მოწამეობრივი სიკვდილის და აღსრულების გამოხატულება. რას ნიშნავს თვითონ სიტყვა მასონი? უფრო ფართო გაგებით და უფრო სრულად ეს არის ფრანკ-მასონი, იგივე freestone მასონი, თავისუფალ ქვითხუროს, ანუ თავისუფალ კალატოს. ანუ მასონი პრინციპში სხვა არაფერია თუ არა მშენებლობის კოოპერატივის, საძმოს, გილდიის, ჰამქარის წევრი. მე-17 საუკუნეში იწყება ევროპაში ბუმი მშენებლობებისა, ძირითადად ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ქრისტიანული ტაძრები, საკრალურ ადგილებში, ამიტომ ზოგჯერ გეოლოგია არ უწყობს ამ ტაძრების აშენებას, სწრაფად აშენებას ხელს და ტაძრების აშენება გრძელდება 10 წლეულების განმავლობაში. ისე არა როგორც დღეს, სადაც მოენდომებათ და ბლოკებით რო აშენებენ ეკლესიებს, ასე არ იყო ადრე, ეს იყო მთელი პროცესი, რომელიც, როგორც გითხარით, 10 წლეულების განმავლობაში გრძელდებოდა და ამიტომ მშენებლები, როგორც წესი, ტაძართან ახლოს ქმნიდნენ თავიანთ პატარა დასახლებებს. ნელ-ნელა ამ დასახლებებში გაჩნდა ჰამქარი, საძმო, გილდია, რომელშიც გაერთიანდნენ მშენებლები და ისინი თავიანთ უფლებებსაც იცავდნენ, პარალელურად ისინი მსჯელობდნენ სხვადასხვა საკითხებზე, ნელ-ნელა ეს საკითხები გაფართოვდა და უკვე სამყაროს შესახებ, ადამიანის შემეცნების შესახებ დაიწყეს მათ საუბარი და სხვა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ამ გაერთიანებებში აკრძალული იყო კატეგორიულად რელიგიური და პოლიტიკური საკითხების განხილვა. განიხილებოდა თუ როგორ შეიძლებოდა უფრო სწრაფად, უფრო ხარისხიანად, უფრო ეფექტურად წარმოებულიყო მშენებლობა. ერთმანეთს უზიარებდნენ შემაკავშირებელი ნივთიერებების რეცეპტებს და მოკლედ ყველაფერზე ამაზე იყო საუბარი და ეს გაერთიანება თანდათან გახდა უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ევროპაში მშენებლობის ბუმი იყო. იურიდიული ენით რო ვისაუბროთ, მასონები იყვნენ კალატოსთა დახურული ტიპის საზოგადოების წევრები, რომლებსაც ჰქონდა თავიანთი წესდება, წესები, რიტუალები, რეგლამენტი, სიმბოლოები და ასე შემდეგ. პირველი კლასიკური და ოდნავ განსხვავებული იმისგან, რაც თავიდან იყო და რასაც უკვე მასონური ორგანიზაცია დაერქვა, როგორც ასეთი მე-17 საუკუნეში შეიქმნა, როცა მასონებში გაერთიანება არა მხოლოდ მშენებლებმა, არამედ განათლებული საზოგადოების წევრებმაც მოინდომეს. მასონები მიესალმებოდნენ, რა თქმა უნდა, მათ რიგებში პროგრესულად მოაზროვნე ყველა ადამიანს, თუმცა ამ ჰამქრის სრულუფლებიანი წევრი, რომ გამხდარიყავი, ამისათვის გამოცდები უნდა ჩაგებარებინა. და ისევე როგორც ყარაჩოხლებში, აქ რეკომენდაციები უნდა გაეწიათ შენთვის, რომ მასონი გამხდარიყავი. კერძოდ უნდა შეგესწავლა მასონთა კოდექსი, რომელიც მომდევნო მე-18-19 საუკუნეებში კიდევ უფრო გართულდა და უამრავი რიტუალით და სიმბოლოებით დაიტვირთა. უნდა ყოლოდა 3 ავტორიტეტული რეკომენდატორი და გარკვეული რიტუალების ჩატარების შემდეგ თქვენ ორგანიზაციის წევრად მიგიღებდნენ. 1717 წელს ლონდონში ტავერნაში სახელად შამფური და ბატი შეიკრიბა განათლებული ხალხის ნაწილი, რომელთაც არანაირი კავშირი მშენებლობასთან არ ჰქონდათ და მათ გადაწყვიტეს შეექმნათ ლონდონის დიდი ლოჟა. და ეს ლოჟა გახლდათ პირველი ეგრეთ წოდებული სპეკულატიური ლოჟა და რატომ სპეკულატიური? იმიტომ კი არა რომ ეს სპეკულანტები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ იგი არ შედგებოდა მშენებლობაში დასაქმებული კალატოზებისგან. მანამდე არსებული ყველა ლოჟა გახლდათ ეგრეთ წოდებული პრაქტიკული ლოჟა, ანუ ნამდვილი არქიტექტორების, მშენებლების, კალატოზების და ასე შემდეგ გაერთიანება. ამ ახალი ლოჟის წევრები ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ არა ქვის ტაძრები, არამედ ჩვენ უნდა ავაშენოთ ტაძარი ჩვენს სულში, ჩვენს გულში და ეს იქნება გონების ტაძარი.
ახალი ტიპის მასონები ცდილობდნენ რომ ჩავსტოვოდნენ სამყაროს და ღმერთის არსს, ადამიანის ყოფიერებას, თუ საიდან მოვედით, რატომ გავჩნდით, ძალიან დიდ როლს ანიჭებდნენ მეცნიერებას და განათლებას და პირველი ინგლისური ლოჟები, რომლებმაც შემდეგ გამრავლება დაიწყეს, საკმაოდ მარტივი იერარქიული სქემით იყვნენ წარმოდგენილები. აქ იყო მასონთა სამი საფეხური, ისევე როგორც ტაძრის მშენებლობისას. ეს იყო ოსტატი, ოსტატის მოადგილე და შეგირდი. ატყობთ ხომ მსგავსებას? უსტაბაში ყარაჩოხელი შეგირდი. თანდათან გაჩნდა, რა თქმა უნდა, სიმბოლური რიტუალები, თუმცა ისინი ჯერ კიდევ დახვეწის მდგომარეობაში იყო და გარკვეული ხნის შემდეგ უკვე ლოჟებმა შეიმუშავეს წესდება, რომლებშიც ეწერა, რომ კალატოზები უნდა ემორჩილებოდნენ საყოველთაოდ მიღებულ ზნეობრივ კანონებს, ისინი არ უნდა უარყოფდნენ ღმერთს და ათეისტების მიღება ლოჟებში კატეგორიულად აკრძალული იყო, არ უნდა იყვნენ გარყვნილები, უნდა ეწეოდნენ ქრისტიანულ ცხოვრებას და სხვადასხვა ქალების მიღებაც ლოჟაში არ შეიძლებოდა. ანუ პირველი ლოჟების მიზანი იყო ღმერთის და სამყაროს საიდუმლოს შეცნობა. ლოჟები მრავლდებოდა, ისინი გაჩნდა საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ამასთან სხვადასხვა ლოჟები, როგორც ჩვევიათ ადამიანებს და ასეთ გაერთიანებებს, როდესაც ხდება რაღაც განშტოებები, ყველას თავისი კანონები და თავისი რიტუალები გამოუმუშავდათ და ერთადერთი რაც დარჩა, თქვა, საერთო ეს იყო დიდი არქიტექტურის, ანუ ღმერთის რწმენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მასონებიდან გაგრიცხავდნენ. დგება მე-18 საუკუნე, რომელზეც ცოტა ხნით უნდა შევჩერდე. ეს საუკუნე იყო ახალი მეცნიერული და გეოგრაფიული აღმოჩენების ხანა, ძლიერდებოდა თავისუფალი და კრიტიკული აზროვნება, იწერებოდა სამეცნიერო ტრაქტატები, განათლებული ადამიანი განსაკუთრებით ფასობდა ამ პერიოდში და ადამიანებმა დაიწყეს სამყაროს შეცნობა და ამ სამყაროს შესახებ თავიანთი წარმოდგენების განვითარება. იცვლებოდა ყველაფერი, იცვლებოდა წარმოდგენა მედიცინაზე, ბიოლოგიაზე, არქიტექტურაზე, გეოგრაფიაზე, ასტრონომიაზე, მათემატიკაზე, ფიზიკაზე, რა ვიცი, ბუმია ევროპაში მეცნიერებების და ისინი ძალიან ეწინააღმდეგებიან უკვე ადრეული შუა საუკუნეების და ანტიკური ხანის მეცნიერებს და მათ დებულებებს. ადამიანისთვის უკვე ხელმისაწვდომი ხდება წიგნები, იმიტომ რომ უკვე გერმანიაში ბეჭდვა დიდი ხნის დაწყებული არის წიგნების და უკვე ხელნაწერების სახით კი არა, ბეჭდური სახით გამოდის ისინი და მოსახლეობაში იზრდება განათლების დონე, წერა-კითხვა და ცოდნა, ზოგადი განათლება, ესე დიდ ფუფუნებად აღარ ითვლება და დაბალი ფენის წარმომადგენელსაც კი თუ მას აქვს გარკვეული ნიჭი და მისწრაფება სწავლისადმი, მას შეუძლია კარიერაც კი გააკეთოს და უმაღლესი განათლება მიიღოს. ადამიანებს უჩნდებათ კითხვები, რა თქმა უნდა, ვინ ვართ, საით მივდივართ, საიდან მოვედით, ამ კითხვებზე პასუხს ყველა ეძებს, არის საკამათო კითხვები და პასუხები, არის რომელსაც იღებენ, რომელსაც არ იღებენ, მოკლედ ძალიან დიდი დუღილია ევროპაში და აი სწორედ ასეთი ხალხი იწყებს მასონთა ლოჟებში გაერთიანებას და თქვენ სიაში ხედავთ თუ ვინ არიან ესენი. მე-18 საუკუნის დასაწყისში შოტლანდიელმა თეოლოგმა რამზეიმ შექმნა ლეგენდა, რომელიც დღემდე პოპულარულია და რას მოგვითხრობს იგი. მე-14 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთის მეფემ გახსოვთ ფილიპე ლამაზმა ჩემი აი ამ ვიდეოდან თუ არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ, ძალიან საინტერესო ვიდეოა. ტამპლიერთა ორდენი გაანადგურა. დაწვა მისი უკანასკნელი წარმომადგენელი, უკანასკნელი მაგისტრი ჟაკ დე მოლე კოცონზე და თითქოს ამით ტამპლიერთა ორდენი დასრულდა. მაგრამ როგორც ჩემი ამ წინა ვიდეოდან გახსოვთ, ტამპლიერები არ განადგურებულან ბოლომდე, სადღაც გაქრა მათი გიგანტური განძი და გაქრა მათი ფლოტი. ყველაზე დიდი ეჭვი და ალბათ დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ტამპლიერებმა თავს უშველეს და უშველეს სწორედ ბრიტანეთის კუნძულებზე არის ცოცხალი და მეც პრინციპში ამას ვემხრობი, იმიტომ რომ ბრიტანეთი იმ პერიოდში არ ემორჩილებოდა პაპის ბრძანებულებებს, იგი თითქმის განკვეთილი იყო
პაპისგან და კათოლიკური ეკლესიისგან და ამიტომ ტამპლიერებს მეტნაკლებად თავისუფლად შეეძლოთ ბრიტანეთის კუნძულებზე ფეხი მოეკიდებინათ. აქ ისინი სხვათა შორის არ ქმნიდნენ უკვე თავიანთ ორდენებს, მათ ჰქონდათ საკმარისი თანხა იმისათვის, რომ მიწები შეეძინათ, ნაწილი ფერმერებად იქცა, მაგრამ თუ მათი გამოცდილება საჭირო იყო ადგილობრივი მმართველებისთვის, ისინი დიდი ხალისით ეხმარებოდნენ მათ სამხედრო საქმეში, რა თქმა უნდა. რამზეიმ სწორედ ტამპლიერებს დაუკავშირა პირველი მასონური ორგანიზაციები და ამაში რაღაც სიმართლის მარცვალიც იდო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ტამპლიერები აშენებდნენ საოცარ ციხესიმაგრეებს, რომლებიც დღემდე დგას და რომლებიც დღემდე აუღებლად ითვლება. ნაწილი, რა თქმა უნდა. და რომ ამ სიბრძნეს ისინი ეზიარენ სწორედ სოლომონის ტაძარში, როცა ჰქონდათ მათ შტაბ-ბინა დადებული. რომ სწორედ აქ წმინდა მიწაზე გაეცნენ ისინი მშენებლობის საიდუმლოებებს, მათ იპოვეს რაღაც გარკვეული რეცეპტები, ქვის გამოთლისა, შემდეგ შემადუღაბებელი ხსნარის დამზადებისა და პლუს გარკვეული რიტუალებიც ისწავლეს და საიდუმლო სიტყვებიც, რომლებიც მათ ეხმარებოდათ აი სწორედ ესეთი საოცარი მშენებლობების საქმეში. მასონების ტამპლიერებისგან წარმოშობის შესახებ დღემდე იწერება ძალიან ბევრი, ფილმებიც არის გადაღებული, მაგრამ საბოლოომდე არაფერია დამტკიცებული. მე-18 საუკუნეშივე იქმნება ეგრეთ წოდებული მკაცრი წესის ლოჟები, რომლებიც თავს ტამპლიერებად მიიჩნევენ და მათ მემკვიდრეებად. ისინი შეიმუშავებენ ძალიან რთულ და ძალიან საინტერესო გაფორმებულ რიტუალებს, რომლებშიც დიდ როლს თამაშობდა სწორედ ტამპლიერული, ანუ რაინდული თვითშეგნება. და ასეთი ტამპლიერული ლოჟები საკმაოდ ბევრი დაფუძნდა იმდროინდელ ევროპაში. 1614 წელს გერმანიაში გამოდის წიგნი, რომლის სათაურიც არის უმაღლესი და საყოველთაო რეფორმა შემუშავებული უზენაესი და მაღალპატივცემული როზენკროიცერის ორდენის მიერ. სწორედ 1614 წელს პირველად გამოჩნდა სიტყვა როზენკროიცერი, რომელიც ვარდის და ჯვრის გერმანული სახელების ერთიანობაა. ეს წიგნი გახდათ მინი პაროდია სინამდვილეში, იქ აღწერილი იყო რეფორმები, რომლებიც უნდა გატარდეს მთელ მსოფლიოში, რათა ყველამ ბედნიერად იცხოვროს და აყვავებული სახელმწიფოები ჩამოყალიბდეს. როგორც უკვე ვთქვი, ეს გახდათ პაროდია იმ რეფორმებზე, რომლებიც ხშირად ტარდებოდა ხოლმე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც არასდროს არ მოჰქონდათ ხოლმე ჩვეულებრივი მოსახლეობისათვის დადებითი შედეგი და ძირითადად ორიენტირებული იყვნენ ისევ მდიდარი კლასის გამდიდრებისკენ და სწორედ ამაზეა დაწერილი ეს წიგნი. მაგრამ მიუხედავად ასეთი პაროდიული ხასიათისა, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს წიგნი სერიოზულად აღიქვეს. შტრასბურგში, იგივე სტრასბურგში, რომლის მართლაც უნიკალური ტაძარი გერმანული და მსოფლიო არქიტექტურის შედევრია. 1616 წელს სტრასბურგში გამოდის გერმანელი ღვთისმეტყველის იოჰან ანდრეას წიგნი, რომლის სათაურიც არის ქრისტიან როზენკროიცერის ქიმიური ქორწილი. ამ წიგნის მიხედვით როზენკროიცერი გახლდათ მამაცი სუფთაგულის რაინდი, რომელმაც თავის ირგვლივ შემოიკრიბა განათლებული საზოგადოება და მათ გააცნო ის საიდუმლოებები, ის დიდი საიდუმლოებები, რომლებსაც იგი ეზიარა თავისი 7 დღიანი მოგზაურობის დროს. წიგნი ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი, მისი თარგმანები არსებობს სხვადასხვა ენაზე, ქართულად არის თუ არა არ ვიცი, შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში და აუცილებლად წაიკითხეთ, ძალიან საინტერესო წიგნია. აქ არის საუბარი ციფრების მაგიაზე, ალქიმიაზე, თეოლოგიაზე. მოგზაურობის დასაწყისში ქრისტიანს შეხვდება გასხივოსნებული ულამაზესი ქალი, რომელსაც წერილების დასტა უკავია ხელში და ერთ-ერთ წერილს მას გადასცემს და იქ წერია in hoc signo vinces. რაც ნიშნავს ამ სიმბოლოებით გაიმარჯვებ და იქ სიმბოლოები არის გამოხატული. ამ 7 დღის განმავლობაში როზენკროიცერს ძალიან ბევრი ხიფათი გადახდება თავს და ძალიან ბევრი მისტიკურ და იდუმალებით მოცულ თავგადასავალს გადაიტანს იგი, რომელთა ახსნა, როგორც თვითონ ამბობს, შეუძლებელი არის ჩვეულებრივი ადამიანისთვის. სწორედ როზენკროიცერის დანატოვარ სიბრძნეს იცავდნენ ახალი ორდენის წევრები, ამავე სახელწოდების ორდენის და ეს სიბრძნე, როგორც ამბობენ, შემდეგ მე-18 საუკუნეში მათ მასონებს გადასცეს. გაჩნდა მასონური ლოჟები, რომლებსაც როზენკროიცერები ერქვათ, ეს ლოჟები ძალიან განსხვავებული იყო ჩვეულებრივი ტრადიციული ლოჟებისგან
და ლოჟის წევრები სიმბოლურად ეწეოდნენ ალქიმიურ ცდებს, ატარებდნენ, სწავლობდნენ კაბალას, ძველებრაულ მოძღვრებას ციფრების მაგიის შესახებ, ეძებდნენ სიცოცხლის ელექსირს და მასონობა ნელ-ნელა გადაიქცა მისტიკურ ფილოსოფიურ მოღვაწეობად, რომელიც გაჯერებული იყო, როგორც უკვე ვთქვი, სიმბოლოებით, უცნაური ტექსტებით, ჟესტებით და რიტუალებით. ყველა საგანს და ციფრს ჰქონდა თავისი ახსნა და ამ ციფრების მიღმა ეძებდნენ იდუმალ სამყაროს, რომელშიც შეიძლებოდა რომ უკვე სამყაროს არსიც გაეგოთ და ღმერთის არსი და ასე შემდეგ. ეს თანდათან ძალიან ართულებდა ისედაც ძალიან რთულ სისტემას მასონთა ლოჟებისა და ძალიან მისტიკურ საბურველში ხვევდა მათ. ამ ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბების გზაზე ჩნდება საინტერესო ადამიანი მარტინეს დე პასკუალე, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს იმ მისტიკას, რომელიც მასონებს ახვევიათ თავს. ის წერს, რომ მასონები სათავეს იღებენ პირდაპირ ადამიანისგან, რომ ძველეგვიპტური ღმერთი სეთი და ბიბლიის აპოკრიფული ნაწილის ერთ-ერთი წიგნის ავტორი ენოქი, აპოკრიფული, ანუ კლასიკურ ბიბლიებში ეს ნაწილი არ არის შესული, გახდნენ პირველი მასონები, რომლებიც ეძებდნენ ფილოსოფიურ ქვას. თუ თქვენ დაძებნით ენოქის წიგნს ინტერნეტში, ძალიან საინტერესო წასაკითხია იგი, ყველა ბიბლიაში ის არ არის ამოღებულია და აქ თქვენ ნახავთ, რომ ენოქი მოგზაურობს ფაქტიურად უცხო პლანეტელებთან ერთად, ეცნობა მათ ხომალდს, საუბრება ღმერთს, იგივე აი ხომალდის უფროსს და უამრავ საოცრებას ხედავს. ძალიან საინტერესო წიგნია, მაგრამ კანონიკური ბიბლიიდან იგი ამოღებულია. ასეც ქვია ენოქის წიგნი. პასკუალეს ყავდა რამდენიმე შეგირდი და მათ შორის გამორჩეული იყო კლოდ სენ-მარტენი და სწორედ მან შექმნა ეგრეთ წოდებული მარტინისტების ორდენი და მოძრაობა და მაგალითად იგივე მარტინიზმი ძალიან პოპულარული იყო რუსეთის იმპერიაში. სენ-მარტენმა კიდევ უფრო გაართულა ისედაც გართულებული მასონთა რიტუალები და უფრო ღრმად შეიყვანა მასონები მისტიციზმში. მიუხედავად იმისა, რომ მასონობის ძალიან ბევრი შტო შეიქმნა, მათ მაინც დარჩათ ბევრი რამ საერთო. მაგალითად იგივე მასონად კურთხევის რიტუალი, რომელიც ძალიან იყო გართულებული მართალია, წევრი ვალდებული იყო დამორჩილებოდა ლოჟის სხდომებს და მათ გადაწყვეტილებებს. სხდომას უძღვებოდა დიდი ოსტატი, იგივე გრანდმასტერი, იგივე გროსმაისტერი და მის მაგიდას აუცილებლად ამშვენებდა თავის ქალა, როგორც სიცოცხლის ხანმოკლეობის და სიკვდილის გარდაუვალობის ნიშანი. რამდენიმე აუცილებელი რიტუალის ჩატარების შემდეგ იწყებოდა საუბარი ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე, ამ საკითხების განხილვა, იყო კამათი, მკითხულობდნენ სამეცნიერო ტექსტებს და სხდომის შემდეგ, რა თქმა უნდა, იწყებოდა ისევე როგორც ყარაჩოხელებში, იწყებოდა დიდი კეიფი, ისლებოდა სუფრა და სხვათა შორის ესეთი ბოროტიენები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი მასონების ნაწილიო, სწორედ სუფრის დროს რომ უნდა დაწყებულიყო, მაშინ მიდიოდნენ სხდომებზე. ეს ბოროტიენები ამბობენ. როგორც წესი, ტრაპეზი საკმაოდ დიდრული იყო, მდიდარი ხალხის შეკრება ხდებოდა და როგორ იქნებოდა სხვანაირად. გროსმაისტერი ინიშნებოდა სუფრის ხელმძღვანელად, იგივე თამადად, იგი წარმოთქვამდა გრძელ და ღრმააზროვან სადღეგრძელოებს, ისევე როგორც ჩვენი თამადები და სუფრა სიმბოლოებით იყო დატვირთული. აუცილებელი სიმბოლოებით, მაგალითად, იგივე ენაც კი სუფრის დროს შეცვლილი იყო, მაგალითად, მასონები სუფრას თვითონ ეძახდნენ სახელოსნოს, ბოთლს ეძახდნენ კასრს, მარილს ქვიშას, კოვს კაფჩას, ჩანგალს ძალაყინს, თევზს კრამიტს, ღვინოს მძლავრდენს, ვისკის ფეთქებადდენს. ხელსახოცები დროშები იყო, დანები ხმლები იყო, ხოლო ჭიქები იყო ზარბაზნები და ახლა თქვენთვის პატარა გამოცანა, რომელსაც კომენტარში დამიწერთ. დროა ზარბაზანი გავისროლოთ. რას უნდა ნიშნავდეს ეს გამოთქმა? ლოჟაში თავიდან არ იღებდნენ ადამიანებს, რომლებსაც რაიმე ფიზიკური ნაკლი ჰქონდათ. თუმცა ცნობილი ფრანგი დიპლომატი ტალეირანი, რომელიც როგორც იცით, კოჭლი იყო, მაინც მიიღეს, იმიტომ რომ მან თქვა, რომ იგი ძიძას გაუვარდა
ხელიდან, როცა პატარა იყო და ამის შემდეგ დაკოჭლდა, ანუ ესო არ არისო ჩემი დაბადებამდე შეძენილი ტრავმაო. ასევე არიღებდნენ მონებს, არიღებდნენ ქალებს, არიღებდნენ ათეისტებს. ქალების მხრივ ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს მე-18 საუკუნეში ინგლისის დიდი ლოჟის გროსმაისტერის ქალიშვილისთვის, რომელიც თურმე ჩუმად ესწრებოდა მათ სახლში მიმდინარე ყველა სხდომას და ერთხელაც რაღაც გაუვარდა ხელიდან თუ რაღაცა და დაიჭირეს და აღმოჩნდა რომ ეს გროსმაისტერის ქალიშვილია, რომელმაც ფაქტიურად ყველა სხდომა მოისმინა და უკვე განდობილი იყო მასონების საიდუმლოს, ამიტომ იზოლებულები გახდნენ რომ იგი მიეღოთ ლოჟაში და სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მასონი გამოდგა ეს გოგონა. საფრანგეთში გაჩნდა ქალთა ლოჟა და იგი ცნობილმა შარლატანმა და მაგმა გრაფმა კალიოსტრომ თავისი მეუღლისთვის შექმნა. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თვითონ გრაფ კალიოსტროს, რომელზეც მე ცოტა ქვემოთ გიამბობთ. მოკლედ მე-18 საუკუნეში ევროპაში და რუსეთში ძალიან ბევრი ლოჟა არსებობს და ეს ჩვეულებრივ ამბად აღიქმება. მაგრამ რადგან ეს ლოჟები და მათი სხდომები ძალიან არის გასაიდუმლოებული, შედეგმაც არ დაახანა და ხმების გავრცელება იწყება. ეს ზოგადად ადამიანის ჩვევა, როდესაც იგი რამეს ვერ იგებს, შემდეგ იწყებს თავისი ინტერპრეტაციით რაღაცეების გამოგონებას და გაჩნდა აზრი, რომ მასონები არიან რაღაც საშინელი არსებები, რომლებიც იქ შადიან საშინელებას ამ სხდომებზე, სვამენ ადამიანის სისხლს და მოკლედ ორგიები იწყება და ყველაფერი საიზღვრება თუ კი რაც კი შეიძლება ადამიანს მოეგონა. ძალიან კარგად უჯერებდა ზოგიერთი მონარქი, მაგალითად ლუდოვიკ მე-15-მ თქვა, რომ მომგვარეთ დიდი მაგისტრი საფრანგეთის ლოჟის და მე მას ცალკე ლოჟას გამოვუყოფო. ბასტილიის ციხეში. ბასტილიის ციხე მოგეხსენებათ, ეს ყველაზე ცნობილი ფრანგული ციხე იყო. ამავე დროს ევროპელი მონარქები და მათი მემკვიდრეები პირიქით ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოხვდნენ მასონურ ორგანიზაციაში, იმიტომ რომ ეს უკვე რაღაც პრესტიჟის საქმედ გადაიქცა, აქ განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი იკრიბება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ხმები კვლავ იზრდება, ამბობენ, რომ მასონები აქტიურად ერევიან პოლიტიკაში, რომ მათ სურთ მეფეების ჩამოგდება. არადა ეს ტყუილი იყო, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, მასონები სასტიკად გრძალავდნენ რელიგიაზე საუბარს, იმიტომ რომ რელიგია ეს იყო ურყევი ტაძარი, რომლის შესახებაც დისკუსია არ უნდა ყოფილიყო, ხოლო პოლიტიკაზე ამბობდნენ, რომ რანაირად უნდა იპოვო ჭეშმარიტება პოლიტიკაში, როდესაც თვითონ პოლიტიკოსები არიან არაჭეშმარიტები და არამართლებიო. ამ ყველაფერს ემატება 1776 წელს ვინმე ადამ ვაისჰაუპტის მიერ შექმნილი ორდენის წესდება. თვითონ ვაისჰაუპტი გახლდათ იეზუიტთა ორდენის წარმომადგენელი ადრე, იგი მათთან ერთად იზრდებოდა, იქ იღებდა განათლებას და როგორც ბევრი განათლებული იეზუიტი, იგი ამ ორდენიდან წამოვიდა კათოლიციზმის და იეზუიტობისადმი საოცარი სიძულვილით. და ვაისჰაუპტმა შექმნა კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელსაც დაარქვა ილუმინატები. ილუმინაცია ზოგადად ნიშნავს ლათინური სიტყვა განათებას, განათლებას. თავიდან ორდენის წევრები მოწოდებულები იყვნენ, რომ ხალხში შეეტანათ განათლება, მაგრამ შემდეგ რატომღაც ესე დახურულ ჰერმეტულ ორგანიზაციად გადაიქცნენ და მასონებივით საიდუმლო გაერთიანება გახდა. ორდენმა დიდხანს ვერ გაძლო, იგი მალევე დაიშალა, მაგრამ კვლავ აგორდა ხმები, რომ ისინი სინამდვილეში კი არ გაქრნენ, არამედ მასონებს შეუერთდნენ და მასონები კიდევ უფრო დიდ იატაკქვეშეთში გადავიდნენ თითქოს. ეს ხმები მე-18 საუკუნის ბოლოსკენ კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა საფრანგეთში 1778 წელს რევოლუცია დაიწყო. ვრცელდებოდა ხმები, რა თქმა უნდა, რომ მასონებმა მოაწყოს ეს რევოლუცია, სხვები ამბობდნენ, რომ არა მასონებმა და ილუმინატებმა ერთად, მესამენი ამბობდნენ, რომ მასონებმა, ილუმინატებმა და კიდევ არის უამრავი სხვა ორგანიზაცია, რომელიც მათ ზურგს უკანაა და ძალიან ჩამალულები არიან და სწორედ მათ დაამხეს საფრანგეთში მონარქია და შექმნეს რესპუბლიკა. მოკლედ ასე იყო თუ ისე, ფრანგულმა რევოლუციამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რა თქმა უნდა, ევროპელ და რუსეთის იმპერატორებზე. რა თქმა უნდა, ხალხის დიდი ნაწილი აღფრთოვანებული იყო საფრანგეთში მონარქიის დამხობით, მეორე ნაწილი კი, რომელსაც ძირითადად დიდგვაროვნები წარმოადგენდნენ,
ამ ამბავს შიშის კანკალით შეხვდნენ, იმიტომ რომ ანალოგიური მათთანაც არ განმეორებულიყო. პარალელურად იწერება საგაზეთო სტატიები, სადაც ფრანგულ რევოლუციას, რა თქმა უნდა, მასონებს და ილუმინატებს აბრალებენ, ისე კი ცოტა გაუგებარია, ხა ილუმინატები გერმანელები იყვნენ და საფრანგეთთან რა ხელი ჰქონდათ, წავიდოდნენ და თავიანთ მონარქიას დააყრობდნენ, ხო? აქ ლოგიკაში აცდენაა. ასევე მტრული განწყობები გაჩნდა რუსეთის იმპერიაში მასონთა მიმართ, სადაც მათი ლოჟები ყველაზე უწყინარი იყო. თუ შეიძლება ასე ითქვას. ისინი არასდროს ერეოდნენ პოლიტიკაში და თავისი საქმით ან ცხოვრების არსის და ჭეშმარიტების დადგენით იყვნენ როგორც პირველი მასონები დაკავებულები, ქმნიდნენ საგანმანათლებლო ცენტრებს, ასევე თავიანთი ხარჯებით უშვებდნენ ნიჭიერ ახალგაზრდებს ევროპის ქვეყნებში განათლების მისაღებად, აშენებდნენ სკოლებს და საავადმყოფოებს, გამოსცემდნენ სამეცნიერო ლიტერატურას და ატარებდნენ საქველმოქმედო აქციებს. მაგალითად, რუსეთის მასონთა გროსლოჟის, ან თავარი ლოჟის გროსმაისტერმა ნოვიკოვმა ვაჭრები შეკრიბა და ისინი დაითანხმა, რომ კოლოსალური გიგანტური თანხა დაედოთ ქველმოქმედებისთვის და სწორედ ამ დროს იყო მოუსავლიანობა რუსეთში და რუსეთის მოსახლეობას შიმშილი ელოდებოდა და სწორედ ნოვიკოვმა გადაარჩინა ეს ხალხი შიმშილს. მან სხვათაშორის ძალიან საინტერესო რამ გააკეთა და ეს ალბათ რუსეთის ისტორიაში უნიკალური მოვლენაა, მან თავისი ყმებისთვის, რომლებიც მან გაათავისუფლა, იმიტომ რომ მე ჩემი სულისთვის ვერ მომივლიავდა, მაშინ სულადობით იყო გავსოთ, ხო? მას 300 სული ყმა გადასცეს და მან თქვა, რომ ჩემი სულისთვის ვერ მომივლია და 300 სულის მოვლას მე რანაირად შევძლებო, ისინი გაათავისუფლა და ყველა ოჯახს აუშენა ქვის სახლი. ქვის სახლი რუსეთის სოფლებში დღესაც კი იშვიათობაა და კიდევ უფრო დიდი იშვიათობა, რაც ნოვიკოვმა ამ სახლებში გააკეთა, ეს გახლდათ კანალიზაცია და წყალგაყვანილობა. მოგეხსენებათ, რუსეთის სოფლების ძალიან დიდ ნაწილს არც ერთი აქვს, არც მეორე და არც მესამე. დღეს და არათუ მე-18 საუკუნეში. მიუხედავად ამისა, მე-18 საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციამდე ეკატერინე მეორემ, რომელიც ძალიან განათლებული ქალი იყო, სხვათაშორის გერმანელი იყო, მოგეხსენებათ წარმოშობით, საკმაოდ მშვიდად და აუღელვებლად იტანდა მასონურ ლოჟებს და შტერებსაც კი ეძახდა, ეს შტერები ასე ამბობდა, მაგრამ უცებ ეჭვი შეეპარა, რომ ხო არ აპირებენ მასონები ჩემს ჩამოგდებას და ჩემს ადგილას ჩემი შვილის პავლეს დასმასო და ეს პარანოიაში გადაეზარდა ნელ-ნელა მას, მან დაიჭირა ნოვიკოვი, ეს გენიალური ადამიანი, რომელიც ამდენი გააკეთა რუსეთისთვის და 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა მას. მართალია 2 წელიწადში ეკატერინე გარდაიცვალა და უკვე პავლე პირველი, როდესაც ავიდა ტახტზე, მან სასწრაფოდ გაათავისუფლა ნოვიკოვი, მაგრამ ამ 2 წლის განმავლობაში ეს შედარებით ახალგაზრდა კაცი, რომელიც 52-13 წლის იყო, ისეთი დაჩაჩანაკებული ბებერი გამოვიდა ამ კატორღიდან, რომ მალევე გარდაიცვალა. მასონებში ყველა ფრთიანი ანგელოზი, რა თქმა უნდა, არ იყო, მათ შორის ბევრი გაიძვერაც იყო, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობისთვის ტვინს ურევდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკული აზროვნება არ აქვთ მანდამაინც კარგად განვითარებული და ასეთები დღესაც მრავლადაა მოგეხსენებათ და იმ დროს ხო საერთოდ განათლებაზე მე-18 საუკუნეში ზოგად განათლებაზე საუბარი ცოტა ზედმეტი იყო. და რა თქმა უნდა, ადამიანები ამ მაგიურ რიტუალებში და აი ამ მარჩიელობაში, ასტროლოგიაში, ტაროს კარტების გაშლაში და სხვა რაღაცეებში, რითაც რაღაც ნაწილი ხალხისა ერთობა, ღრმად სჯერათ. ეს მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი შთამომავლობითია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ კიდევ როდესაც ჩვენი წინაპარი მღვიმეში იჯდა ცეცხლთან და გარეთ რაღაც საოცრებები ხდებოდა, ხან მეხი დაარტყამდა, იქვე მდგომ ხეს, ხან სიზარტყელა გამოჩნდებოდა, ხან თვარე იკლებდა, ხან მატულობდა, ყველაფერი ამას ახსნა ხომ უნდა ჰქონოდა და იგი რაღაცებს იგონებდა, ხო? დაახლოებით ანალოგიურად ჩვენ ძალიან შორს არ ვართ იმ ჩვენი წინაპრებისგან და კიდევ გვჯერა მისტიკის, რაღაცა იდუმალი სამყაროების და გამოგონილი სხვადასხვა არსებების, ხო? ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ისტორია უნდა მოგიყვეთ, როდესაც ადამიანი სახელად სმით ჯონსონი ჩადის გერმანიაში და ადგილობრივ მასონებს თავს აცნობს როგორც შოტლანდიის დიდი ლოჟის გროსმაისტერს. იგი შეკრებს სამხრეთ გერმანიის ყველა დიდი ლოჟის გროსმაისტერებს და გამოუცხადებს მათ, რომ
მეო მდევნისო პრუსიის მეფეო, ამიტომ დაცვა მჭირდებაო და დაფაცურდებიან გერმანელები, ჩაიცვამენ ტამპლიერების ტანსაცმელს, დაიჭერენ ხმლებს ხელში და მწყობრი ნაბიჯით აი მსხდომის წრეს ურტყამენ ამ მსხდომას და ამ დროს რაღაც მომენტში ჯონსონი ქრება სალაროსთან ერთად, რომელშიც ძალიან დიდი ფული იდოთ. და მის შემდეგ იგი სამჩაყლაპა თუ დედამიწამ არავინ იცის, მოკლედ ასე გააცურა ვინმე ჯონსონმა გერმანელი მასონები. მე ვიდეოში უკვე ვახსენე გრაფი კალიოსტრო, ეს გახლდათ მე-18 საუკუნის უცნობილესი ავანტიურისტი, მისი ნამდვილი სახელი იყო ჯუზეპე ბალზამო. იგი პალერმოში დაიბადა სიცილიაზე, წარმოშობით სიცილიელი იყო და შემდეგ დაირქვა ძალიან ლამაზი სახელი გრაფი კალიოსტრო, თვითონ ამბობდა რომ გრაფიობებია ჩემი იყო და მანო გამომცა ეს ტიტულიო. სინამდვილე არავინ არ იცის, იმიტომ რომ მისი წარმომავლობა ეს ბინდბუნდშია გახვეული. მან მოიყვანა მილანში ულამაზესი იმ დროისთვის მილანის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ცოლად, ეს გახლდათ ლორენცა ფელიჩიანა და მასთან ერთად ლონდონს ეწვია. ორივე ესე წარმოსადეგი წყვილი იყო საკმაოდ, ენა კარგად ჰქონდა მობმული და ადამიანებით манипуляცია ადვილად შეეძლო კალიოსტროს. ამიტომ იგი ლონდონის უმაღლეს საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რაღაც მომენტში მას გაუგებენ, რომ თლად კეთილსინდისიერი არ არის, ამიტომ იგი ფეხს დაკრავს და წავა რუსეთში. იგი რუსეთში წარმატებით ყიდის თავის სიცოცხლის ელექსირს, რომელიც უკვდავების საწინდარი უნდა იყოს, პარალელურად იგი ატარებს სპირიტუალისტურ სეანსებს, იძახებს გარდაცვლილთა სულებს, მარჩიელობს ბანკოზე და სხვადასხვა მაგიური საქმიანობით არის თითქოს დაკავებული და საკმაოდ დიდ ფულს აგროვებს. იგი რაღაც პატარ-პატარა აფერისტობებში ეხვევა მაინც რუსეთში და როცა შეატყობს რომ უნდა დაიჭირონ, მოკიდებს თავის ცოლს ხელს და გადაბარგდება აქედან საფრანგეთში. ეხლა ასეთი ადვილი არ იყო, ხო? მაშინ გადაბარგება იქ მატარებელზე თვითმფრინავზე ვერ დაждდებოდა, ვერ გამოფრინდებოდი, რაღაც ძალიან მოხერხებული ტიპი იყო, მოგრებ ჩვენი გრაფი, სადაც ალბათ ცხენები იშოვა და გაქუსლა იქედან და გადავიდა საფრანგეთში. არის ძალიან საინტერესო და ძალიან კარგად გაკეთებული ფილმი, ფორმულა ლიუბვი, საბჭოთა ფილმია, სიყვარულის ფორმულა, სადაც ჩვენი ქართველი მსახიობი უჩანეიშვილი, ლევან უჩანეიშვილი თამაშობს გრაფი კალიოსტროს როლს ძალიან კარგად. სხვათა შორის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო როლია, რაც მე მინახავს. როგორც გითხარით, რუსეთიდან ბალზამო გადადის საფრანგეთში, აქ იგი მეფის კარს უახლოვდება და საოცარ აფიორას აწყობს. იგი აიძულებს კარდინალ როგანს, რომ შეიძინოს დედოფლისთვის სამკაული. ეს გახლავთ ბრილიანტებით მორთული კოლიე, რომელიც ალბათ საფრანგეთის ბიუჯეტის ნახევარის ფასია. და რა თქმა უნდა ეს კოლიე დედოფლამდე ვერ აღწევს, კალიოსტროს იჭერენ, მაგრამ მალევე გაათავისუფლებენ, იმიტომ რომ ხელმოსაჭიდი და საეჭვო ვერაფერი უპოვეს მას, მაგრამ 90%-იანი ვარაუდია, რომ სწორედ კალიოსტრომ ჩაატარა ეს აფიორა და ამ სამკაულიანად დაითესა საფრანგეთიდან. იგი ჩადის რომში და ეს მისი საბედისწერო შეცდომაა, იმიტომ რომ კათოლიკური ეკლესია მას როგორც მაგს, როგორც ჯადოქარს ასე შერაცხავს, მის მეუღლესაც დაიჭერენ, თვითონ კალიოსტროსაც დაიჭერენ, მეუღლე წამებას ვერ გაუძლებს და დაფქვავს ყველაფერს და მას მიურჯიან მონასტერში სამუდამო ყოფნას, სხვა შორის აქვე გარდაიცვლება იგი, ხოლო კალიოსტროს კოცონზე დაწვა ელოდება და აი კოცონი უკვე დამთებულია, კალიოსტრო და შეწვან და რომის პაპთან მიდის წერილი, რომელშიც ერთი სიტყვა წერია მხოლოდ. და რომის პაპი კოცონზე დაწვას კალიოსტროს შეუცვლის მუდმივი პატიმრობით. რა ეწერა იმ წერილში არავინ იცის, იდუმალებით არის ყველაფერი მოცული, სადმე ალბათ ვატიკანის საცავებში ეს წერილი დევს და ოდესმე თუ იგი გაიხსნა, ჩვენ ამას ვნახავთ. კალიოსტრო მიუხედავად იმისა, რომ თავის ელექსირს ეტანებოდა ციხეში, მაინც ძალიან ცოტა ხანში ჭკუიდან შეიშალა და მალევე გარდაიცვალა. ასე დამთავრდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავანტიურისტის ცხოვრება. სხვათა შორის კალიოსტრომ შექმნა თავისი ლოჟა, ცოლს შეაქმნევინა ქალთა ლოჟა საფრანგეთში და კალიოსტრო და ჯონსონი მარტონი არ იყვნენ, ვინც თქვათ მასონობის ხარჯზე დიდრდებოდა. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრი იყო, ასეთი აფერისტობები და შარლატანობები ძალიან ბევრი ხდებოდა მე-18 საუკუნეში და ამის გამო მასონები კიდევ უფრო შეიძულეს.
მე-19 საუკუნეში უკვე ალექსანდრე პირველმა, რუსეთის იმპერატორმა უბრალოდ აკრძალა მასონური მოძრაობა და საზოგადოებაში იმდენად იყო გამჯდარი მასონებისადმი შიში და ზიზღი, რომ იგი თითქმის პარანოიად იქცა უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს. მე-19 საუკუნის ბოლოს ნაციონალისტური იდეები ძალიან მწიფდება ევროპაშიც და რუსეთშიც და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ანტისემიტიზმის ფონზე ვითარდება, რა თქმა უნდა ებრაელები არიან ყველაფერში დამნაშავეები და ამას ყველაფერს ემთხვევა მე-19 საუკუნის ბოლოსვე მსოფლიო ებრაელთა კონგრესის. ამავე კონგრესზე მტკიცდება დებულება, რომლის მიხედვითაც ებრაელებმა უნდა აღადგინონ თავიანთი სამშობლო წმინდა მიწაზე. და ამ მოძრაობას ეწოდება სიონისტური მოძრაობა. ანუ სიონიზმის სხვა არაფერია თუ არა ებრაელების მიერ თავიანთი კუთვნილი, ისტორიულად კუთვნილი მიწის დაბრუნება და მასზე სახელმწიფოს შექმნა. მოკლედ გაჟღერდა თუ არა ეს იდეა და ეს კონცეფცია, ეს კანალიზაციის მილიც გასკდა. აი ხომ ვამბობდით, რომ სწორედ ებრაელები არიან ყველაფერი უბედურების სათავე, ისინი იწვევენ ომებს, ისინი იწვევენ ეპიდემიებს, ისინი იწვევენ შიმშილს და მოუსავლიანობას და ყველაფრით სარგებლობენ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ და რუსეთში ჩნდება და ეს მათი პრავოსლავნიკური ეკლესიის ესეთი საზიზღარი ცნება არის ჟიდომასონი. ანუ ებრაელ მასონი ჟიდომასონობა ითვლება, აი სუბოლო ადამიანი ხარ, ანუ განადამიანებული ხარ ფაქტიურად და ჟიდომასონის მოკლა შეიძლება ისევე როგორც თქვა ტარაკნის. ამ ყველაფერს თან მოყვება შედეგად ეგრეთ წოდებული პოგრომები რუსეთში, ანუ იქ სადაც კომპაქტურად არიან ებრაელები დასახლებულები და მათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული ჩერტა ასედლესი, ანუ კომპაქტურად იყვნენ დასახლებულები და სწორედ აქ მიუვარდებოდნენ ხოლმე უწყობდნენ პოგრომებს, რომლის დროსაც უამრავი სისხლი იღვრებოდა კლავდნენ ბავშვებს, ქალებს და ასე შემდეგ და სხვა შორის ეს სიტყვა ამავე სახელით, ამ პოგრომის სახელით არის შესული სხვა ენებშიც და თქვენ შეგიძლიათ დაგუგლოთ თუ რა საშინელებები ჩადიოდნენ მაშინ რუსები ებრაელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, შემდეგ ამ ნაციონალისტური იდეების მეფე და ნაციონალიზმის მეფე შეიძლება ითქვას და ნაციზმის მეფე ჭყალებში რა თქმა უნდა, ჰიტლერი უკვე მას აღყავს ისეთ დონეზე, რომ უკვე კონვეირული წესით ხოცავენ ებრაელებს. მოკლედ დღემდე მუსირებს და პოპულარული არის ბევრ ადამიანში სამწუხაროდ აზრი, რომ სწორედ ებრაელი მასონები მართავენ ყველაფერს, ეკონომიკას, ბიზნესს, წამლავენ თქვენს ქათმებს და იწვევენ ქერტლს. მოკლედ ყველაფერი უბედურება ებრაელი მასონებისგან მოდის. გენიალური რომანისტი ფრანგი ალექსანდრე ძიუმა მამა თავის რომანში დედოფალის სამკაული თავს უყრის მასონების შესახებ იმ დროისთვის არსებულ თითქმის ყველა ლეგენდას და მითს და სინამდვილედ აცხადებს მას. და რომანის მთავარი გმირი, რა თქმა უნდა, გრაფი კალიოსტროა, ნამდვილი ჯადოქარი და სატანის მსახურია ამ რომანის მიხედვით. საინტერესოდ დაწერილია როგორც ყველაფერი ალექსანდრე ძიუმას ყველა რომანი და თუ არ გაქვს საკითხული, წაიკითხეთ, ძალიან საინტერესოა. მე-20 საუკუნის ბოლოს ჩნდება ეგრეთ წოდებული ფალსიფიცირებული ნაწარმოები სიონის ბრძენთა ოქმები, რომლებიც თითქოს აჟღერებს ებრაულ მასონური შეთქმულების ყველა იმ ნიუანსს, რომელიც აქამდე დაფარული იყო. სამწუხაროდ ამ ოქმების არსებობის და ამ სისულელის ძალიან ბევრი ჯერა და მე ამ ვიდეოთი რა თქმა უნდა ამ ხალხს ვერ გადავაჯერებ, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არის რუსული ოხრანკის მიერ, ანუ რუსული საიდუმლო სამსახურების მიერ იმპერიის დროს გამოგონილი ფალსიფიცირებული საბუთი. ზოგადად ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ თავისი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს, ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია. ყოველთვის ამბობს იგი რომ მე რა შუაში ვარ, როდესაც მე ხელი შემიშალა ვიღაცამ, რაღაცამ და თუ ეს ვიღაცა და რაღაცა ობიექტური არ არის, იგი უკვე სუბიექტურს იგონებს რაღაც შეთქმულების თეორიებს და რომ მხოლოდ სხვები უშლიან მას ხელს წარმატების მიღწევაში და იგი არაფერ შუაშია, იგი ტაღზე არის წამოგორებული, ლუდს ვამს, ტელევიზორს უყურებს და რატომღაც მასთან წარმატება არ მოდის. და ამ დროს ადამიანი უკვე ებმება სწორედ აი მარჩიელობის, ტაროს კარტების და ასტროლოგიის და ესეთ სისულელეების მახეებში და უკვე ანდობს
ვარსკვლავებს და პლანეტებს და გალაქტიკებს თავისი მომავლის დადებით თუ უარყოფით მოვლენებს. მე უბრალოდ გენიალური აინშტაინის სიტყვების გამეორება შემიძლია, რომ მხოლოდ ორი რამ არის ამ სამყაროში უსასრულო, ეს არის თვით სამყარო და ადამიანის სისულელე. ახლა გადავიდეთ მასონთა სიმბოლოებზე. $1 ყველას გინახავთ და მის უკანა მხარეს, ვისაც დაგიხედავთ, ალბათ ძალიან ბევრი დარწმუნებით მეტყვით, რომ აქ გამოსახული არის მასონური ნიშნები. ახლა გავეცნოთ ძირითად მასონურ სიმბოლოებს და ვნახოთ, რას ნიშნავს ისინი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ სამკუთხედში ჩასმული, ესეთი გასხივოსნებული თვალი, იგივე ყოვლის მხედველი, ყოვლის მომცველი თვალი, იგივე გასხივოსნებული დელტა, დელტა იმიტომ, რომ როგორც გითხარით, თვალი სამკუთხედშია ჩასმული და სწორედ ბერძნული ასო დელტა სამკუთხედის ფორმისაა და სამკუთხედი ნიშნავს წმინდა სამეფას. თვალი კი უდიდესი არქიტექტორის, ანუ იგივე ღმერთის სიმბოლოა, რომელიც ყველაფერს ხედავს და აკონტროლებს. ამ სამკუთხედში ჩასმული თვალის გამოსახულებას ჩვენ არამხოლოდ $1-იანზე ვხვდებით, არამედ ძალიან ბევრ არქიტექტურულ ძეგლზე და სხვათა შორის ისეთ მართლმადიდებულ მთავარ ძეგლზეც კი რუსეთისთვის, როგორიც გახლავთ პავლეს ტაძარი პეტერბურგში. ფარგალი, კიდევ ერთი სიმბოლო მასონური. ფარგალი ნიშნავს, რომ მასონთა ორგანიზაციის წევრმა უნდა შემოსაზღვროს თავისი ვნებები და სურვილები და გარკვეულ ჩარჩოებში ამყოფოს იგი. პარალელურად თქვენ გახსოვთ, რომ ფარგალი არის ხირამის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი. ჩაქუჩის საშუალებით ხდება ჩვენი სულის იმ ნაწილების ჩამომტრევა, რომლებიც ბოროტია, რომელიც ცუდია, რომლებიც ხელს გვიშლის განვითარებაში და მისგან იდეალური ფორმის მიღება. ასევე მასონთა წინსაფარი, რომელიც მზადდება ბატკნის ტყავისგან და იგი სიწმინდის და სიბრძნის ნიშანია. ასევე ხშირად მასონურ სიმბოლიკაში გამოიყენება ორი სვეტის, ალფას და ომეგას გამოსახულებები, ერთი გახლავთ წესრიგი და აღმშენებლობა, მეორე კი ქაოსი და ნგრევა. აკაციის რტო გახლავთ უკვდავების ნიშანი და საიდან მოდის იგი? როდესაც ხირამი მოკლეს შეგირდებმა, იგი იერუსალიმის გარეთ გაიტანეს და სადღაც ჩაფლეს და ეძებდა სოლომონის აწოვიდა ჩემი არქიტექტორი, ეძებეს და დაინახეს უცნაურ ადგილას ამოსული აკაციის ხე. გათხარეს ეს ადგილი და სწორედ ხირამის ცხედარი აქ იპოვეს და ამის შემდეგ აკაცია ესეთი უკვდავების და სულის უკვდავების სიმბოლოა მასონებში. თეთრი ხელთათმანები, რომელიც ხირამს ეცვა, ეს არის სუფთა სულის და ქმედებების სიმბოლო. ცეცხლოვანი ხმალიც ხშირად გვხვდება ხოლმე ეს სიმბოლო და იგი კეთილთა დაცვის და მოღალატეთა დასჯის ერთ-ერთი სიმბოლოა და მასონურ ლოჟებში აუცილებლად იატაკი გაწყობილი არის ხოლმე შავი და თეთრი მოზაიკით. რას ნიშნავს ეს? ის რომ ყველა არასწორი პასუხის უკან სწორი პასუხი იმალება, ყველა შეცდომის უკან სიმართლე იფარება, ხოლო ადამიანის ცხოვრება შედგება როგორც თეთრი, ასევე შავი მონაკვეთებისგან. ახლა დავუბრუნდეთ ამერიკის ღერბს და ამერიკის სახელმწიფო მთავარ ბეჭედს, რომელიც მე-18 საუკუნეში არის შექმნილი. გერბზე გამოსახული არის არწივი, თეთრთავა ფსოვი იგივე, რომელსაც ერთი ფეხით 13 ისარი უკავია, ხოლო მეორე ფეხში ზეთისხილის რტო. 13 ისარი ნიშნავს 13 შტატს და რომ ამ შტატებს თავდაცვა შეუძლიათ, ხოლო ზეთისხილის რტო ნიშნავს მშვიდობას. მიტრიალებული თავი აქვს არწივს ზეთისხილის რტოსკენ, ანუ მშვიდობისკენ. ეს ძალიან განსხვავდება ჩვენი მეზობლების ორთავიანი მუტანტი არწივისგან, რომელიც ორივე მხარეს იყურება ამ თავისი ორი თავით და ეს ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთით და დასავლეთით მისი საკუთრებაა, ვერ მიართვეს. არწივის თავზე გამოსახული არის ღრუბელი, რომელშიც არის 13 ვარსკვლავი, მას ჰერალდიკური ფარი აქვს მკერდზე აფარებული, სადაც 13 ზოლი არის სხვადასხვა წითელი და თეთრი ფერის. ესენიც შტატების გამოსახულებებია და სხვა შორის, როდესაც ღერბისთვის ცხოველს არჩევდნენ, ძალიან პოპულარული იყო იმ პერიოდში ინდაური, იმიტომ რომ ინდაურმა ფაქტიურად ახალმოსახლეები გადაარჩინა შიმშილისგან სიკვდილს და მხოლოდ ერთი ხმით
გაიმარჯვა არწივმა და დღეს ამერიკის ღერბზე არის სწორედ არწივი და არა ინდაური. არწივის თავზე განლაგებული არის წარწერა E pluribus unum, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც მრავლისგან ერთიანი. გასაგებია, ხო, მრავალი შტატისგან იქმნება ერთიანი ქვეყანა. დიდი ბეჭდის, ეგრეთ წოდებული დიდი ბეჭდის მეორე მხარეს დაუმთავრებელი პირამიდაა, რომელშიც 13 რიგად არის განლაგებული ქვები და რომაული ციფრია მასზე, რომელიც 1776 წელს, ანუ შტატების დაარსების წელს აღნიშნავს. პირამიდა ზოგადად არის სტაბილურობის ნიშანი, ხოლო დაუმთავრებელი ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ იგი იდეალური არ არის და პირამიდის თავზე გამოსახული ყოვლის მხედველი, ყოვლის მომცველი თვალის საშუალებით იგი მიიღებს დასრულებულ ფორმას. აქვე არის ორი ლათინური წარწერა, Annuit Coeptis, რომელიც ლათინურად ითარგმნება როგორც ჩვენი წამოწყება დალუცვილია და მთავარი Novus Ordo Seclorum, ანუ საუკუნეთა ახალი წესი, რომელსაც ხშირად თარგმნიან როგორც ახალი წყობა უნდა დავამყაროთ. არა, სინამდვილეში ეს არის საუკუნეთა ახალი წესი, რომელიც რა თქმა უნდა მომავლისკენ არის მიმართული და მომავლის ახლებურად მოწყობისკენ. ასე რომ ამერიკულ დოლარზე არანაირი სატანისტური ნიშნები არ არის, იგი თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ჯიბით, ან დადოთ ბანკში თუ გაქვთ და რა ვიცი, ჩემი სურვილი იქნება რაც შეიძლება მეტი გქონდეთ. მე წელს მომეცა საშუალება, რომ ჰამბურგის, გერმანიის ერთ-ერთი უძველესი და სხვა შორის მთელი ევროპის, დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ლოჟის სტუმარი ყოფილიყავი. წელიწადში ერთხელ ლოჟა აღებს თავის კარს ნებისმიერ მსურველისთვის, თქვენ შეგიძლიათ აქ შეხვიდეთ, გადაიღოთ, გაესაუბროთ მასონებს, დაესწროთ ლექციებს, იხილოთ მათი სიმბოლოები, შეხვიდეთ სხვადასხვა დარბაზებში. ძალიან საინტერესო მოგზაურობა იყო ჩემთვის, ძალიან ცოტა ხნიანი, იმიტომ რომ იმ პერიოდში ჩემთან სტუმრები იყვნენ რადიო თავისუფლებიდან და ასე დაემთხვა, რომ ჩვენ ერთად მოხვდით ამ საინტერესო ადგილას. Danke. Geschlossen? Ja. Okay. ძირითადი საქმიანობა მაგათი დღევანდელი არის ხელმოქმედება რაღაცა კრიბებიან და თვითონ ლოჟაში მოხდა ძალიან რთულია, ბევრი ეტაპია გასავლელი და შიგნით უკვე ლოჟაში მოხდები უკვე საფეხურები და ყველაზე მაღალი არის დიდი ოსტატი. ლოჟის. Danke, tschüss. Gleichfalls. Აშასე ვინც ბოლომდე გაუძელით ამ გრძელ მოგზაურობას მასონთა სამყაროში და თუ კარგად მოусმინეთ ჩემს თხრობას, მეტნაკლებად მაინც გაერკვეოდით, რომ თუ რას წარმოადგენს ეს ერთი შეხედვით იდუმალი ორგანიზაცია, მიხვდებოდით, რომ არანაირი საშიშროება მათგან არ მოდის და დღეს იგი ერთგვარ კლუბს წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებული არიან ადამიანები, რომლებსაც რაღაც საერთო იდეები, საერთო აზრები აწუხებთ და მსჯელობენ ამ საკითხებზე. რომ მასონები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, მათ არც კუდები აქვთ, არც რქები და არც პირიდან ცეცხლს ისვრიან და ისიც რომ ისინი თავიდან ბოლომდე აღიარებენ ქრისტიანულ რელიგიას, არიან ქველმოქმედები და ეწევიან საგანმანათლებლო მუშაობას. ვიცი და ეს კომენტარებშიც გამოჩნდება აუცილებლად, რომ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯერათ, რომ მასონები ყველაფერის უბედურების სათავე არიან და მე წინასწარ გეტყვით, რომ პატივს ვცემ თქვენს რწმენას, ოღონდ ეს რწმენა უნდა გამოიხატოს ცდილობიან ფორმებში, მე ბლოკავ ყველანაირ უწმაწურობას, იმიტომ რომ ჩემს არხს ძალიან ახალგაზრდა თაობაც უყურებს. და რა თქმა უნდა, ვიტოვებ უფლებას, რომ რაღაცეებში არ დაგეთანხმოთ. მე დღეს ამით გემშვიდობებით, მინდა გისურვოთ მშვიდობიანი კვირა, წინ არ მგონია რომ ადვილი დღეები გველოდებოდეს და მინდა სოლიდარობა გამოუცხადო აქციის ყველა მონაწილეს, მთლიანად აქციას და გისურვოთ ყველაფერი კარგი. თავს გაუფრთხილდით, ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს და იმედია გაცილებით უკეთეს სიტუაციაში. ნახვამდის.